მოგესალმებით. დღესავით ნათელია, რომ დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა დგას სამ ძირითად პოსტულატზე: არალეგალური მიგრაციის ლეგალიზება, საომარი რიტორიკა და LGBT იდეოლოგიის დანერგვა. ჩვენ ამ სამივეს გლობალისტურ და ნეოლიბერალურ პოლიტიკაში ვაერთიანებთ. ეგრეთ წოდებულ პროევროპელებს ძალიან უყვართ არგუმენტი, რომ თითქოს ევროკავშირი ასეთი არ არის. თითქოს იქ კანონის უზენაესობაა, თითქოს ბრიუსელის ბიუროკრატია მშვიდობაზე არის ორიენტირებული და მით უმეტეს ბრიუსელში ხომ არავინ იფიქრებს, რომ LGBT იდეოლოგია სავალდებულოდ აქციოს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთა არის ევროკავშირის დასუსტება და ევროპულ იდენტობასთან ბრძოლა. ნებისმიერი ქვეყნის იდენტობა უნდა შეიცვალოს და გამონაკლისი ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ იქნება. ეს პირველ რიგში ეხება LGBT იდეოლოგიას. დღეს განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ პროევროპელ აქტივისტებსა და რადიკალურ ოპოზიციას ძალიან არ უყვართ იმის აღიარება, რომ LGBT იდეოლოგიის დანერგვა თანმიმდევრულად მიმდინარეობს ევროკავშირში და ცოტა ხანში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო ლეგალიზება ყველასთვის სავალდებულო იქნება. ამის თქმაზე რატომღაც ისეთი რეაქცია არის ხოლმე, რომ თითქოს ეს საკითხი გამოგონილია და არ არსებობს. არადა, არათუ არ არსებობს. ბრიუსელის ბიუროკრატიის ბოლო გადაწყვეტილებები მხოლოდ LGBT იდეოლოგიის დანერგვასა და სავალდებულოდ ქცევას ემსახურება. არც ის კონტრარგუმენტი გამოდგება, რომ ევროკავშირში რამდენიმე ქვეყანა არსებობს, სადაც LGBT პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ევროკავშირის ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში. ევროკავშირის ორ მოქალაქეს შორის ქორწინების აღიარებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ეს არღვევს თავისუფლებას და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. აი ასე მარტივად და გასაგებად სასამართლოს დონეზე ევროკავშირმა მოითხოვა ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად გერმანიაში ერთნაირსქესიანმა წყვილმა ოჯახი შექმნა, მაშინ ამ ოჯახის აღიარება სხვა ქვეყნებსაც მოუწევთ. ეს ნიშნავს ვალდებულებას, რომ უკვე 27-ვე ქვეყანამ აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში რას იზამენ. აქ ბრიუსელის ბიუროკრატიას დიდი უპირატესობა აქვს. ევროსკეპტიკოს ქვეყნებში ან მთავრობები შეიცვლებიან და ან 25-24 წევრი სახელმწიფოს ზეწოლას ვერ გაუძლებენ, ისე როგორც მაგალითად რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემთხვევაში. ხომ გახსოვთ, რომ სანქციების ბოლო პაკეტებს ხან უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა, ხან სლოვაკეთი, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწიათ დათმობა. LGBT იდეოლოგიის დანერგვა Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთაა, რომელიც ხანგრძლივ დროზე არის გათვლილი და 2-3 წელი აქ არაფერს ცვლის. იმაზე, რომ LGBT იდეოლოგია ევროკავშირში ლამის რელიგიის დონეზეა აყვანილი, წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც მოწმობს. 2024 წლის 17 მაისს ბრიუსელში საზეიმო განწყობის ფონზე 18 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა და ასევე საზეიმო განცხადებებისა და ერთმანეთის მილოცვის ფონზე ხელი მოაწერეს დეკლარაციას. დეკლარაციის მიზანი ევროკავშირში LGBT უფლებების წინწაწევა, დაცვა, შესაბამისი კანონების მიღება და დანერგვა. ეს ყველაფერი კი უნდა მოხდეს ევროკავშირის უკლებლივ ყველა სტრუქტურის დონეზე, ასევე წევრი ქვეყნების დონეზეც. ევროკომისიაში, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებს, უკვე არსებობს ევროკომისარი თანასწორობის საკითხებში. ანუ ევროკომისიამ სპეციალური თანამდებობა შექმნა იმისთვის, რომ LGBT იდეოლოგიის დანერგვა და წინწაწევა კიდევ უფრო დაჩქარდეს. დეკლარაცია კიდევ უფრო გაამყარა 2026-2030 წლების ევროკომისიის მიერ შემუშავებულმა LGBT სტრატეგიამ, რომელიც LGBT იდეოლოგიის დანერგვა არა მხოლოდ 18 ენთუზიასტი წევრისთვის, არამედ ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოდ გამოაცხადა. იმ ქვეყნებს კი, ვინც სტრატეგიის დანერგვაზე უარს იტყვიან, ევრობიუროკრატია სანქციებით და ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება. როგორ ამკვიდრებს ევროკავშირი LGBT იდეოლოგიას, ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტში.
ბრიუსელიდან ჭარბად დაფინანსებული არასამთავრობოების მეშვეობით საქართველოს მოსახლეობას წლების განმავლობაში უმეორებდნენ, რომ ევროკავშირი დამოუკიდებელი ქვეყნების ერთობლიობაა და ევროგაერთიანებაში გაწევრიანებას წინსვლის და კეთილდღეობის პანაცეად ასაღებდნენ. მაგრამ Deep State-ის მიერ მართული ევროპული ინსტიტუტების მბრძანებლური ტონი და ბრიუსელის ანტიდემოკრატიული განზრახვები ბოლო პერიოდში ყოველგვარი კამუფლაჟის გარეშე გამოჩნდა. ევროკავშირი ზეეროვნული წარმონაქმნია, სადაც დანიშნული ევროკრატიის მიერ ბრიუსელში მიღებულ კანონმდებლობას უფრო მეტი ძალა გააჩნია, ვიდრე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების მიერ მიღებულ კანონებს. Deep State-ის მიერ ბრიუსელში არადემოკრატიულად გამწესებულ მარიონეტებს შეუძლიათ მილიონობით ევროპელს დაუპირისპირდნენ. თავისი დღის წესრიგი შანტაჟის და მუქარისენით თავს მოახვიონ. კანონმდებლობის ცვლილება მოთხოვონ და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები აიძულონ ის გააკეთონ, რაც მათი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. საქმე უკვე ერთსქესიანი ქორწინების აღიარებამდე მივიდა. პოლონეთი რამდენიმე წლის მანძილზე უძალიანდებოდა Deep State-ის LGBT დიქტატს, როდესაც გერმანიაში დაქორწინებული ერთსქესიანი წყვილი საკუთარი ქორწინების აღიარებას ითხოვდა კათოლიკურ პოლონეთში. პოლონეთში ერთსქესიანთა ქორწინება ჯერჯერობით აკრძალულია. ამიტომაც 2018 წელს ბერლინში დაქორწინებული წყვილი რამდენიმე წლის მანძილზე ცდილობდა პოლონეთის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ ერთსქესიანი ქორწინების აღიარებას. გუშინ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, ვალდებულია სხვა ქვეყნებში დაქორწინებული ერთსქესიანი წყვილების საკუთარ ქვეყანაშიც აღიაროს. წევრ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება აღიაროს ის ქორწინება ერთი და იმავე სქესის მქონე ორ მოქალაქეს შორის, რომელიც კანონიერად გაფორმდა სხვა წევრ სახელმწიფოში, სადაც მათ გამოიყენეს გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლება. რა თქმა უნდა, ისევე როგორც Deep State-ის ნებისმიერი ბრძანება და დირექტივა, ესეც ყბადაღებული ინდივიდუალური თავისუფლების საბაბით მართლდება. მაგრამ სადაა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების თავისუფლება? მოსახლეობამ და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობებმა გადაწყვიტონ, იქნეს თუ არა აღიარებული სხვა ქვეყანაში დაქორწინებული ერთსქესიანთა წყვილები ლეგალურად მათ ქვეყანაში. ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ პოლონეთის ეროვნული სასამართლოს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად დაადგინა, რომ კავშირის ორ მოქალაქეს შორის ქორწინების აღიარებაზე უარის თქმა, რომელიც კანონიერად დაიდო სხვა წევრ სახელმწიფოში, სადაც მათი სარგებლეს გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ის არღვევს თავისუფლებას და ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ამიტომ წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ აღიარონ ევროკავშირის სამართლით მინიჭებული უფლებების განხორციელება, სხვა წევრ სახელმწიფოში კანონიერად შეძენილი ოჯახური მდგომარეობა. კარგად დავაკვირდეთ რუკას. ყველა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია. ტრადიციული ევროპული ღირებულებების დაცვას ამ შემთხვევაშიც აღმოსავლეთ ევროპა ცდილობს, ისევე როგორც უკრაინის ომის დამთავრებას. აქ სახეზე გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღრმა კულტურული დაპირისპირება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის. აღმოსავლეთ ევროპა მოსახლეობის განწყობებით და ხელისუფლებების პოლიტიკით ცდილობს, რომ ქრისტიანული ცივილიზაცია შეინარჩუნოს. მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპული ქვეყნები Deep State-ის მიერ შემუშავებული ულტრალიბერალური დოგმებით ცდილობენ უზნეობა თავისუფლებად გაასაღონ, ომი მშვიდობად, დეგრადაცია მრავალფეროვნებად. პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და სლოვაკეთში არც ერთსქესიანთა ქორწინებაა დაშვებული და არც სამოქალაქო პარტნიორობა. ამიტომაც ოფიციალური ბრიუსელი ცდილობს ამ ქვეყნების მთავრობები ბოლომდე გადატეხოს წელში. გასულ წელს რუმინეთში კონსერვატორ კალინ ჯორჯესკუს არჩევნებში გამარჯვება მოყარეს და არ დაუშვეს ბრიუსელის ოფიციალური პოლიტიკის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოსვლა. ამ მხრივ პოლონეთში არაერთგვაროვანი სიტუაციაა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, რომელიც ქრისტიანული ფასეულობების დაცვას ცდილობს, უკონტროლო მიგრაციას უპირისპირდება და ბრიუსელის პოლიტიკას იდეოლოგიურ სიშლეგეს უწოდებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლონეთი შენარჩუნდეს პოლონეთად, რომელიც მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით და რაც დევს ჩვენს ერში, ჯვარი და ქრისტიანული ფასეულობები. მაგრამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკია, ურსულა ფონ დერ ლაიენის მორჩილი პოლიტიკოსი და Deep State-ის ერთ-ერთი რუპორი. ტუსკი ბევრჯერეცა და კოალიციური მთავრობის მიერ ერთსქესიანთა კავშირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას, ასევე აბორტებისთვის ლეგალური სტატუსის დაბრუნებას. მაგრამ ყველა ამ მცდელობას პოლონეთის პრეზიდენტი დაუპირისპირდა და ვეტო დაადო. ნავროცკიმ პრესას განუცხადა, რომ ვეტოს დაადებს ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც ქორწინების კონსტიტუციით დაცულ სტატუსს შეარყევს. უკვე რამდენიმე წელია პოლონეთში აბორტიც აკრძალულია გამონაკლისის შემთხვევების გარდა. ასე რომ სახეზეა ოფიციალური ვარშავის და Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელის დაპირისპირება უკონტროლო მიგრაციის, მწვანე პოლიტიკის და LGBTQ პროპაგანდის საკითხებში. თუ
თუ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმა 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება, მაშინ წინააღმდეგობა პოლონეთსა და ევროკრატიას შორის სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. LGBT სტილით ცხოვრება ნებისმიერი არჩევანია. ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეა. იცხოვრონ ისე, როგორც მოესურვებათ, თუმცა არ უნდა მიუახლოვდნენ ჩვენს ბავშვებს. და ამის პრევენცია შეიძლება იმგვარად, რომ LGBT პროპაგანდა არ დაიშვება სკოლებში. მასწავლებლებზე კი არ არის აქცენტირება, არამედ LGBT დრაგ ქვინების შოუების მოწყობაზე. ეს პოლონეთში აკრძალულია. თუ ვიღაც მამაკაცია და ქალად უნდა ცხოვრება, მისი არჩევანია. თავისუფალი ქვეყანა ვართ, მაგრამ ნუ მოვლენ ჩვენს ბავშვებთან. ნუ გაეკარებიან ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას. თუ ევროკავშირი თავის წევრებს ერთსქესიანთა ქორწინების სავალდებულო აღიარებას თხოვს, თუნდაც ეს მათ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი. ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანის დაშვება. ამის შესახებ ევროკავშირის უზენაეს სასამართლოს ჯერჯერობით საყოველთაო ვალდებულების სტატუსი არ მიუნიჭებია, თუმცა ევროკომისიამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. 2022 წლის 7 დეკემბერს ევროკომისიამ დაადგინა, რომ მშობლების უფლებები, რაც ევროკავშირის ერთ ქვეყანაშია დადგენილი, სხვა ქვეყნებშიც უნდა იქნეს აღიარებული. ეს ეხება ასევე ერთსქესიან მშობლებსაც. ევროკომისიის საიტზე ვკითხულობთ. საზოგადოებრივი წესრიგის ნორმებზე დაყრდნობით წევრი ქვეყნები ვერ შეძლებენ მშობლების შეზღუდვას, რაც სხვა წევრ ქვეყანაშია დადგენილი, რამაც შეიძლება დისკრიმინაცია გამოიწვიოს, რაც ევროკავშირის ქარტიას ეწინააღმდეგება ძირითადი უფლებების შესახებ. მაგალითად, იმ მოტივით უარის თქმას, თუ მშობლები ერთი და იგივე სქესის არიან. ანუ რომ გავამარტივოთ, თუ ერთსქესიან მშობლებს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ბავშვები ჰყავთ აყვანილი, ევროკავშირის სხვა წევრებსაც ავალდებულებენ, რომ იქ გადასვლის შემთხვევაში ისინი აღიაროს. ის რომ ეს კონკრეტული ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპებს, ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს და შესაბამისად იქაურ კანონმდებლობას შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს, ეს სათვალავში არ მიიღება. მთავარია ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი ბოსები რაც ფიქრობენ დახურულ კარს მიღმა. აბა თუ გამოიცნობთ, როგორც ცდილობს ევროკრატია ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანის ლეგალიზებას სხვა ქვეყნებში. ბავშვების უფლებები ყოფილა მათი აზრით ის, რის გამოც ეს ყველამ უნდა აღიაროს. თითქოს ბავშვებს ვინმე ეკითხებოდეს ასრს, როდესაც მათ ერთი და იგივე სქესის მშობლები იყვნენ. ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო ფრაუ ფონ დერ ლაიენმა საკუთარი X-ის ანგარიშზე LGBTQ პროპაგანდისტული ვიდეოების გამოქვეყნება, სადაც ერთსქესიანი ოჯახების უფლებების სავალდებულო აღიარებაზე საუბრობს. იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ LGBTQ თემს და LGBTQ უფლებებს, მე მხარს დავუჭერ ოჯახური ურთიერთობების საერთო აღიარებას ევროკავშირში. Deep State-ის მიერ მართულმა პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ევროკავშირის ეს ინიციატივა მოიწონა, რასაც პოლონეთში დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოყვა. ამ ყველაფერს არანაირი კავშირი აქვს ბავშვების კეთილდღეობასთან და მათ დაცვასთან. სამწუხაროდ მრჩება შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტუსკის მთავრობას, რომელმაც მოიწონა ეს ახალი პროექტი, ნაკლებად აღელვებს ბავშვთა კეთილდღეობა. ექსპერტები მკაფიოდ აცხადებენ, რომ რეგულაციები ეწინააღმდეგება პოლონეთის კონსტიტუციას, მაგრამ ბრიუსელის დანიშნული ბიუროკრატებისთვის ქვეყნების კონსტიტუცია და დემოკრატიული პროცედურა მეორე ხარისხოვანია. მათთვის მთავარი Deep State-ის სახელმძღვანელოა. ეს აშკარა წინააღმდეგობაშია პოლონეთის კონსტიტუციასთან, პოლონურ სამართლებრივ სისტემასთან და აქ არაფერია განსახილველი. ეს ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის შიდა სამართლებრივ წესრიგს. რეგულაცია ძირფესვიანად შეცვლის პოლონურ კანონს. როგორც დღევანდელ სიუჟეტში განხილულ კონკრეტულ მაგალითებზე დავინახეთ, ევროკავშირი მისი წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს ბევრი მიმართულებით ზღუდავს. ულტრალიბერალური დოგმები სავალდებულო კანონები ხდება, იმის მიუხედავად, რომ ეს შეიძლება კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან და იქაურ კანონმდებლობასთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში. რაც უფრო მეტი დრო გადის, ევროკავშირი სულ უფრო მეტ წევრ ქვეყანას უპირისპირდება. უნგრეთი, სლოვაკეთი, ახლა უკვე პოლონეთიც. სადამდე მიიყვანს ევროგაერთიანებას კონფრონტაციის პოლიტიკა, დემოკრატიული პროცესის იგნორირება და არისტონით საუბარი. ერთი რამ ცხადია, მსგავსი იდეოლოგიური სიგიჟე ევროკავშირის არსებობას სულ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები Deep State-ის დაკვეთებს ასრულებენ. ამ დაკვეთებში LGBT იდეოლოგიის დანერგვა არსებითია, ისევე როგორც არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა და ომის პოლიტიკა. მიზანი არის ევროპული იდენტობის გაქრობა და ევროკავშირის ისე დასუსტება, რომ მისგან არაპოლიტიკური ერთეული, არამედ ტერიტორიული ერთეული დარჩეს, რომლის მართვა ადვილი იქნება და რომელიც მხოლოდ დაკვეთებს შეასრულებს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.